მეტროსადგური ვარკეთილი თითქმის 9 წელია რეაბილიტაციას გადის და ამ დრომდე ეს სამუშაოები არ დასრულებულა და ასევე საბოლოო სამუშაოების დასრულების თარიღმა კიდევ ერთხელ გადაიწია. მას შემდეგ, რაც თბილისის მერის გადაწყვეტილებით მეტროსადგური ვარკეთილი 12 ივლის 45 დღით დაიკეტა. დღეს თბილისის მერმა და ამავე დროს კანდიდატმა კახი კალაძემ მოინახულა მეტროსადგური ვარკეთილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გაეცნო, რის შემდეგაც გააკეთა განცხადება, რომ ისინი დათქმულ დროში 45 დღეში ჩაეტევიან და მეტროსადგურ ვარკეთილს გახსნიან, თუმცა სარეაბილიტაციო სამუშაოები ამ დროისთვის დასრულებული არ იქნება, მაგრამ ისინი მაინც განაგრძობენ მგზავრების მიღებას. ბუნებრივია, ამის შემდეგ ჩვენ დავინტერესდით, როგორ მოემსახურება მეტრო იმ მოქალაქეებს მაშინ, როდესაც პარალელურ რეჟიმში უნდა გაგრძელდეს სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის პასუხადაც მივიღეთ, რომ მეტრო 1 საათით გვიან გაიხსნება და 1 საათით ადრე დაიკეტება, რა დროსაც ჩატარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები. ბუნებრივია, ეს აჩენს კითხვებს მგზავრობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ასევე თბილისის მერი გამოეხმაურა იმ უკმაყოფილო საზოგადოებას, რომლებიც ამბობენ, რომ ავტობუსები ძალიან გადატვირთულია, სამარშრუტო ტაქსები ძალიან გადატვირთულია, რაც ბუნებრივია დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას, რაზეც კახა კალაძემ თბილისის მოსახლეობას უპასუხა, რომ ერთ მოქალაქეზე ერთ ავტობუსს ვერ დანიშნავდა და თბილისის მერიამ გააკეთა ყველაფერი იმისათვის, რომ დამატებითი ტრანსპორტი დაეწესებინა და მოსახლეობას მოემსახურებოდა, თუმცა ბუნებრივია ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდა, ვინაიდან ერთი ავტოტრანსპორტი იყო იქნა დამატებული აღნიშნულთან დაკავშირებით, რომელიც იმ ნაკადს ვერ უზრუნველყოფს, რა ნაკადსაც ყოველდღიურად თბილისის ვარკეთილის მეტრო ემსახურებოდა. აგვისტოს ბოლოს უკვე ის სამუშაოები, რაც ახლა მიმდინარეობს, იქნება დამთავრებული და შეუძლებთ უკვე მგზავრების მიღებას, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ პროექტი და სამუშაოები იქნება დასრულებული. აქ დასრულებული იქნება მხოლოდ და მხოლოდ ის სამუშაოები, რაც წარმოადგენდა გადაუდებელ აუცილებლობას. სარემონტო სამუშაოების დამთავრებას წლის ბოლოსთვის უკვე ჩვენ შევძლებთ და სადგური უკვე მთლიანად რეაბილიტირებული იქნება. სამუშაოები ძირითადად წარიმართება მას შემდეგ, რაც მეტროს მუშაობა იქნება დასრულებული. ჩვენ ასევე მუშაობთ იმაზე, რომ მოხდეს მეტროს სადგურით 1 საათით ადრე დახურვა და 1 საათით გვიან გახსნა იმისთვის, რომ სამუშაო პროცესი იყოს გახანგრძლივებული. მეტი არ ვიცი, ხა ერთ ადამიანზე ერთი ავტობუსი ან ერთი მიკროავტობუსი ვერ გამოიყოფა. აქ არის სატრანსპორტო კომპანია, ჩვენი შესაბამისი სამსახურები გაივლიან აღნიშნულ საკითხს და მოხდება დამატება. თუმცა რამდენიმე დღეში უკვე მეტროც გაიხსნება. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ამბობენ იმას, რომ ამდენი ხანით მეტროსადგური ვარკეთილის რეაბილიტაციისთვის არის ძალიან დიდი დრო, ეს არის უკვე გაწელილი და გახანგრძლივებული პროცესი და ამ ყველაფერში კახა კალაძის გულგრილობას ხედავენ და მას ადანაშაულებენ გულგრილობაში. ასევე ისინი საუბრობენ საფრთხეებთან დაკავშირებითაც, ვინაიდან პარალელურად, როდესაც სარეაბილიტაციო სამუშაოები იქნება წარმოებული, ამ დროს უნდა მოემსახუროს მეტრო მგზავრებსაც, რაც ბუნებრივია აჩენს საფრთხეს, რომ შესაძლოა იქ რაიმე დაზიანება მოხდეს. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე ვერ შეძლო ვარკეთილის მეტროს ჭერის რეაბილიტაცია და შემდეგ აბსურდული დაპირებები მისცა საზოგადოებას, რომ თითქოს მიწის ზედა მეტრო უნდა გაეკეთებინა სამგორიდან რუსთავამდე და ასე შემდეგ, რომელიც რა თქმა უნდა არ გაკეთდა და ეხლა 45 დღეში უნდა დაასრულოს ის, რაც 8 წლის განმავლობაში ვერ შეძლო და 45 დღეში თუ მოასწრებს კომპანია, ამას ნახავთ და ფაქტის წინაშე დავდგებით, წლის ბოლომდე ფიზიკურად ვერ მორჩება, იმიტომ რომ კონტრაქტი წლის ბოლომდეა დადებული. ჯერ კიდევ 2019 წელს ამბობდა კახა კალაძე, რომ 1 წელიაო მოვანდომე თუ ამ მეტროს რეაბილიტაციასო და დიდი სირცხვილიაო, მაგრამ ეხლა არ წხვენია ამ განცხადებების გაკეთება, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი არ აქვთ, ისინი ემზადებიან თვითმმართველობის არჩევნებისთვის, იციან როგორი გაბრაზებული არის ვარკეთილის მოსახლეობა და ერთადერთი ეს მოიფიქრეს, რომ ისევ ცრუ დაპირებები გაეცათ, რადგან ამ არჩევნებში კიდევ ერთხელ მოატყუონ ხალხი და ცადონ ხმების მიღება. ისევ ავარიულ გაუმართავ მეტროსადგურში უშვებენ მოსახლეობას და ადამიანებსაც სხვა გზა არ აქვთ, რადგან რეალური ალტერნატივა ვერ შესთავაზეს. ვარკეთილის მეტრო ეს არის სიმბოლური, ასე ვთქვათ, გამოხატულება კალაძის ესეთი უნიათო და უპასუხისმგებლო და რა თქმა უნდა კორუმპირებული მმართველობის. ეხლა მერი ხარ, მოქმედი
2 ვადით, მესამე ვადით აპირებ თბილისის მერობას და ვარკეთილის მეტროს ჭერი ვერ გადაგიხურავს, ხო? მე მგონი ეს ყველაფერზე მეტყველებს და ეხლა ძლივს დაიწყეს ეს რეკონსტრუქცია და ახლა ხედავთ რომ იმაზე ბევრად მეტი დრო ჭირდება ვიდრე იყო დაანონსებული. თბილისის მერის განცხადებით 45 დღეში მეტროსადგური ვარკეთილი გაიხსნება, თუმცა როგორც გითხარით, არსებობს კითხვები მგზავრთა უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ამიტომ საინტერესოა როგორ შეძლებს მეტროსადგური ვარკეთილი მგზავრების მომსახურების პარალელურად სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას.